მოგესალმებით. საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 წელი გავიდა და აქ შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნები არის უცვლელი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. აქ შეკრებილი მოქალაქეები პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებით მწვავედ აყენებენ დღის წესრიგში და აცხადებენ, რომ არანაირ შეთანხმებას, არანაირ უკან დახევას ადგილი არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან. შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან მიმყოფებით პარალელურად მოქალაქეების ნაწილი არის შეკრებილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან. შეგახსენებთ ასევე, რომ გასული წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც გამოაცხადა ოცნების პრემიერმა, რომ საქართველო აჩერებდა მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაიწყეს შეკრება და უწყვეტი საპროტესტო აქციებით აგრძელებდნენ ყოველ საღამოს, იდგნენ აქ და აჟღერებდნენ იგივე მოთხოვნებს, რაც ცოტა ხნის წინ ჩამოუთვალე, ეს არის გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები მას შემდეგ გადმოვიდნენ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოირთო გარე განათება, ჯერ ერთი ნატურა ჩააქრეს, შემდეგ მეორე, უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკანა ეზოს მხრიდან შესასვლელთან გამორთული არის გარე განათება, თუმცა ამ დროის განმავლობაში, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა შესაბამისმა სამსახურმა, რომ აქ ნატურები გამოეცვალათ და ჩაერთოთ გარე განათება, ან მიზანმიმართულად არ ხდება აქ ნატურების შეცვლა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიის განათება. რატომ რამ შეაფერხა შესაბამისი სამსახური, რომ ეს უზრუნველყოს, ამაზე პასუხი არ მაქვს. მინდა გითხრათ ასევე, რომ მზიამაღლობელთან დაკავშირებით სახალხო დამცველს დაუკავშირდნენ დღეს ადვოკატები. ცოტა ხნის წინ ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს ხდომების მიმდინარეობისას გააკეთა განცხადება მზიამაღლობელის ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა, რომ მზიამაღლობელის მხედველობა კიდევ არის გაუარესებული და აუცილებელია, რომ მას ჩაუტარდეს შესაბამისი კვლევა და ასევე შესაბამისი მკურნალობა. მოგვიანებით ადვოკატებმა ასევე გააკეთეს განცხადება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მზიამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობით განსაკუთრებით საუბარი არის მხედველობაზე, არ დაინტერესებულა სახალხო დამცველი და განაცხადეს ადვოკატებმა, რომ ხვალვე დაუტოვებთ შეტყობინებას სახალხო დამცველს იმისთვის, რომ დაიწყოს ამის მოკვლევა. როგორც ვიცით, დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა უპასუხა ადვოკატებს, რომ დაწყებულია უკვე წარმოება ამასთან დაკავშირებით. ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი გეგმავს, რომ მოინახულოს მზიამაღლობელი. ადვოკატები ითხოვენ, რომ შესაბამის კვალიფიციურ დაწესებულებაში ჩაუტარდეს მას კვლევები და დაიგეგმოს მკურნალობა იმისთვის, რომ კიდევ არ გაუარესდეს მზიამაღლობელის მხედველობა, თვალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები, მათ შორის არის ბათუმის აქციების მედროშე ზურა ჭავჭანიძე. ზურა ჭავჭანიძის დროშით არის ახლა აქ აჭარის მთავრობის სახლთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ზურა ჭავჭანიძე არის სოხუმელი, ამაზე ისაუბრა მან დღეს სხდომაზე და მოსამართლეს უთხრა,
რომ ის იმყოფება მშრალ შიმშილობაზე და შეიძლება შექმნას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, თუმცა ადამიანი ორჯერ არ კვდებაო, უთხრა მოსამართლეს და უთხრა ისიც, რომ მე იმ დღეს მოვკვდი, როცა იქ დავტოვე 15 მეგობარი, საუბარი არის მებრძოლებზე და მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და ის დატოვა პატიმრობაში ისევე როგორც სხვა დაკავებულები 4 ოქტომბრის საქმეზე. Როგორც იცით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულებს ბრალი ედებათ სახელმწიფო გადატრიალებაში სდებენ მათ ბრალს. კონკრეტულად ზურა ჭავჭანიძესთან მიმართებაში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ათონელის სასახლის ეზოში მან ვინმეზე იძალა და ან რაიმე პროვოკაციას ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი. არსებობს ერთადერთი კადრი, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ზურა ჭავჭანიძე თავისი დროშით და რამდენადაც ამას იხსენებენ აქციის სხვა მონაწილეები, ის როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე პოლიციელებს მოუწოდებდა, რომ აქ ძალადობას არ ჰქონოდა ადგილი და ერთმანეთს პატივისცემით მოვეპყროთო, ეუბნებოდა, მიმართავდა ზურა ჭავჭანიძე აქციის მონაწილეებს. ასევე შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ განიხილა ნიკა მელიას საქმე და მას წყლის შესხმის ფაქტზე, როგორც იცით, სასამართლოს ხდომის დროს ნიკა მელიამ სასმელი წყალი შეასხა მოსამართლის მიმართულებით, მას ამ საქმესთან დაკავშირებით 1 წელი და 5 თვე მიუსაჯეს. მინდა გითხრათ ისიც, რომ მოქალაქეების ერთი ნაწილი, რომელიც აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, შეკრებილია აჭარის მთავრობის სახლთან, ხოლო ერთი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ გარეგანათება ისევ გამორთულია, შეკრებილი არის საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ახლა შევეცდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის იქ განათება, მაინც გაჩვენოთ კადრში ისინი. აი როგორც ხედავთ, მოქალაქეების ერთი ნაწილი აქ არის შეკრებილი და აგრძელებს პროტესტს. მალხაზ ილემაძე იმყოფება აქ და მე გთხოვ ახლა მას ჩავრთავ ლაივში. მალხაზ, გთხოვ, მოდი შემოგვიერთი ბათუმელების ლაივში. აქეთ დავდგეთ თუ შეიძლება, უფრო კარგი კადრი გვაქვს. მალხაზ, 1 წელი გავიდა. ფაქტობრივად რა არ გაიარეთ აქციის მონაწილეებმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მარშები, დაკავებები, ჯარიმები და ხვალ იგეგმება ეს ყველაფერი ალბათ შეიკრიბება ხვალ, რადგან 1 წელი გადის. როგორ ფიქრობ, როგორი უნდა იყოს ხვალ აქცია, რა მესიჯები იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან ჯერ კიდევ პროტესტში და შორიდან მხარს უჭერენ პროტესტს? ეხლა ვინც რა თქმა უნდა ეს 1 წელი გავიარეთ, ის წარმოუდგენელი, რაც ვერ წარმოგვედგინა და რასაც სულს ფიქრობდი და არ გააკეთებენ ამას მერტი მაინც რაღაც სიმდის ხوارსელოს ადამიანში არ გააკეთებენ კი ყველაფერი გააკეთება და იმედია იმას რასაც ვფიქრობ ის არ გაკეთდება რა, რასაც ესენი იზამენ, რასაც დიქტატურა შვება და ახლა რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ეს როგორც ახლა ადამიანს მაგალითად ახალი წელია როგორც დაბადების დღეა, მაგრამ ისეთი რაც არის რომ ეს 1 წელი, თუმცა ის არის დღესასწაული და ეს არის ისეთი რამ ხდება, რომ საქართველოს კი არა, მსოფლიოში ერთადერთი მომენტია, როცა ადამიანები ამდენი ხანი დგანან, აპროტესტებენ და რას აპროტესტებენ იმას, რასაც ბევრი უმრავლესობა ფიქრობს, უბრალოდ ვერ გამოხატავ ვიღაცას რაღაცა შიში აქვს, ვიღაცას რაღაცა პრობლემა აქვს, თუმცა შინაგანი პროტესტი აქვს და რა ვიცი, ახლა მოწოდება არა, მაგრამ ახლა ვინც ფიქრობს და ვინც ყოფილა აქ და ვინც ვერ ახერხებს და ვინც დაიღალა ვიღაცაზე გაბრაზდა შეიძლება ვიღაცა ყველამ უნდა გამოვიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს და აზრის დაფიქსირებისთვის კი ვიღაცებს აშინებენ, ვიღაცას სამსახურებს უქმნიან პრობლემას, მაგრამ მაინც თავარი არის შენი თავისუფლება და შენი სიტყვა, რაც უნდა თქვა და დაასაბუთო რა თქვა ხმამაღლა ის რომ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროს
წდებით და ადამიანის ფსიქოლოგიაზე მოქმედებენ. აი გუშინ მაგალითად ევროპაში ჯობნიდა ობახიძის ნათქვამი. დღეს მაგალითად ევროპა გჯობია. მე ვიღაცას რაღაცას ეტყვიან ესე ამბობენ. კი შეიძლება მორგებული იყო რაღაცას და შოულობდეს შეიძლება კორუფციაში, შეიძლება კორუფციაში არ იყო და კარგად იყო ისე თუ ასე რა. თუმცა როგორ უნდა იყო კარგად დღეს. შეიძლება კარგი მანქანა ყავდეს, შეიძლება რაღაც, მაგრამ როცა ხედავ ადამიანებს ესე სისხლავენ, ადამიანებს ესე აწამებენ ყველას ხო მაგალითად ის რასაც ფიქრობენ ისე რომ დანაშაული აქვს მიზის და ფიქრობენ რომ ვიღაცას დანაშაული აქვს გადახედონ ისთვის გალახეს ისთვის აწამეს ხალხი და სისხლის ქუჩაში ხო თბილისში ბათუმში რა ისთვის დააჯარიმეს ხალხი ვიღაცას თავისი პროტესტი ქონდა ვიღაცას შვილი მოუკლა ვიღაცამ მე მაგალითად აი მაგალითად ჩემს ცხოვრებაში ადამიანს შენაგინები არ აქვს და ბათუმის პოლიციის უბრალოდ იმ დღეს როცა სამართლო დააკავეს ადამიანებს ზია და მეც სამამისად დამაკავეს და როგორ იმოქმედა გამოძიება დაწყებულია და არავითარი გამოძიება არ დაფიქსირებულა ეს შინაგანი ჩემი პროტესტი ის რომ მაგალითად ბატონო უნდა გამოვიდეს ყველა გამოვიდეს ხა უცხოელმაც გამოვიდეს და კონცერტებზე და რაღაც მაგრამ როცა ადგილობრივი ყავს როცა ყავს შენ ქართველებს ამდენი კულტურული ხალხი და შემოქმედებითი ხალხი რომლებიც ადულებში არიან ადამიანები ასე რომ ვთქვათ და თავის ნის ვერ ავლენენ და გამოყავს რუსები ღონისძიებაზე აი წესა ხალხი წელი მოდის და ნახეთ რა ამბავი იქნება ეს მარაზი ხა უბრალოდ ერთადერთი რაც არის რომ განთავისუფლო ტყვეები ეს მოხდება აუცილებლად როგორც ახლა ის გამოავლენო ეს კორუფცია და თითქოს გამოსწორების გზაზე დგანან გამოსწორებული კაცი ვის უნახავს ხო აი ეს ადამიანები როგორც ესე კორუფციად გამოვლენ ისე ბევრს გამოვლენ ბევრს მიაკითხავენ და აუცილებლად მაინც მნიშვნელოვანი არის თავისუფლება ხელოვან ხალხს მე როგორც ხელოვანი აი ვინც ხატვარია და ვინც მუსიკოსია აი როგორ უნდა დახატვან როგორ უნდა დაწერო მუსიკა აღარ იწერება ქავერებზეა გადასული ყველა და 2 კაპიკი ლუკმაპური შეჭამოს გასაგებია მაგრამ შემოქმედება დაიკარგა ხალხში და ცოტა თავისუფლებას მიეცე რომ ცოტა ის ხელოვნება შესია რა მუზეებს თუ არ მიეცი საშუალება მაგრამ გასაგებია რომ ყველა ლუკმაპურის ჟურნალზეა გადასული და მუზეები აღარ არის საჭირო შეიძლება დააკუტირო რაღაცა და ვიღაცა გაყიდო პროდუქტი შემოქმედება არის ის რომ უნდა იყოს თავისუფალი სრულიად ხელოვანი ადამიანი და გამოვიდნენ და თქვენ თავისუფალი სიტყვა რაც გულში აქვს და სულში თუ ვერ იტყვიან დროშა მაინც გადმოფინო რა აივანზე და დროშის გამო არ ამგონი რომ ვინმე შეაწუხონ და ვინმე სამე უთხოვდა აი ყველამ თქვას თავისი სიტყვა თავისუფლება რეჟიმის პროექტს თავისუფლება იმ მაგარ ადამიანებს იმ გაბედულ ადამიანებს ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული მადლობა ყველანი ჩვენს თავში მართალია და ბათუმელები ერთადერთი არის და იმედია კიდე ბევრი იქნება როგორც ბათუმელებია და ესეთი ჟურნალისტები ძლიერი ჟურნალისტები ესეთი ძლიერი ადამიანები როგორც ზიასახი და როდესაც აღარ იქნება ეს თავისუფლება მე მიხვდებიან და იბრძოლონ ჯობს ეხლა როგორც ზიაქვია არა იბრძოლონ ვიდრე გვიან არ არის. მადლობა მალხაზიერებაზე საუბრობდა ბათუმელების ლაივში. როგორც ხედავთ, გრძელდება საპროტესტო აქცია. ორ ნაწილად არიან აქ მოქალაქეები შეკრებილები. ერთი ნაწილი დგას საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მიუხედავად იმისა, რომ აქ გარე განათების ბოძები არის გამორთული, უკვე რამდენიმე კვირაა და არ მოხერხდა ამ დრომდე რომ მოხდეს ნათურების გამოცვლა თუ ეს არის მიზეზი გამორთვის და შემდეგ უკვე განათდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ ზეამაღლობელის ადვოკატების მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ზეამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება. საია მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს პაატა სალიას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადო დაღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში ზეამაღლობელისთვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე.
და კვლევების გათვალისწინებით დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად. საიამ ასევე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს დაუყოვნებლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზიამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. 27 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს პრეს-ცენტრში ბათუმელებს ვერ უთხრეს, რა რეაგირება მოჰყვა ამაღლობელის ადვოკატების მიმართვას, რაც შეეხება სახალხო დამცველს, აქ გვითხრეს, რომ უკვე დაიწყო საქმის წარმოება, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ოფისში ბათუმელებს უთხრეს, რომ გეგმავენ მზია ამაღლობელის მონახულებას. ასევე შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები გრძელდება თბილისში და მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები ასრულებენ პოლიციის მოთხოვნას და ისინი არ მართავენ საპროტესტო აქციებს სამანქანო გზაზე, მიუხედავად ამისა, ტროტუარზე დგომის შემთხვევაშიც გრძელდება მათი დაკავებები და არაერთი მოქალაქე დააკავეს ბოლო კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ვერ წარუდგინა სასამართლოს კადრები, რომლითაც აჩვენებდა, რომ ისინი იდგნენ სავალ ნაწილზე და კეტაოდნენ გზას და პოლიციის მიერ წარდგენილ კადრებში კარგად ჩანდა, რომ ისინი იმყოფებოდნენ სინამდვილეში ტროტუარზე. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მაინც დააკმაყოფილა პოლიციის მოთხოვნა და ზოგიერთ შემთხვევაში 7, ზოგიერთ შემთხვევაში კი 8 დღით დააკავა საპროტესტო აქციის მონაწილეები. ასევე შეგახსენებთ, რომ პროკურორმა არაერთხელ გააჟღერა ბოლო კვირის განმავლობაში პოლიტპატიმარ მათე დევიძესთან დაკავშირებით მოთხოვნა. პროკურორი ითხოვს მისი მსჯავრის დამძიმებას, ამას გამოეხმაურა მათე დევიძის და ის დაჰყვირდა პროკურორს, რომ აუცილებლად დაიწყებდნენ დავას, სამართლებრივ დავას მის წინააღმდეგ და თქვენ აუცილებლად სამართლებრივად მოგეთხოვებათ პასუხი იმ ზეწოლის და დევნის გამო, რასაც ახორციელებთ არა მარტო მათე დევიძის მიმართ, არამედ სხვა პოლიტპატიმრების მიმართ. ასეთი იყო მათე დევიძის დის მიმართვა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ აქციების მონაწილე ვანოს ხირტლაძე არის დაკავებული სათამაშოს გამო, რომლითაც ის მივიდა საპროტესტო აქციებზე. ეს იყო სათამაშო ქათამი და პოლიციელმა უამბო მოსამართლეს, რომ ამ სათამაშო ქათამს ახმაურებდა აქციის მონაწილე, რამაც გააღიზიანა პოლიციელები და სწორედ ამის გამო ის უნდა დაესაჯათ. მოსამართლემაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და 8 დღით დააკავა აქციის მონაწილე ვანოს ხირტლაძე. ასევე შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან რამდენიმე მოქალაქე შიმშილობს და როგორც დღეს გავრცელდა, რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარება. დაკავებული იყო ასევე აქციაზე დააკავეს სამსახურეობრივი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტევ პირველი ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი და შსსუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელეკომპანიას პასუხს არ სცემდა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა დაკავებული ჟურნალისტი, ვიდრე ტელეკომპანიამ არ გაარკვია, რომ ის იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი. ასევე შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული საქმე არის აღძრული, დაწყებული არის ადმინისტრაციული საქმე ზუგდიდელი აქტივისტის წინააღმდეგ, რომელმაც ანაკლის სანაპიროზე სხვა აქციის მონაწილესთან ერთად, სხვა აქტივისტთან ერთად უბრალოდ გააკეთა გეოგლიფი, მეგობარი აქტი, საკმაოდ ფართო მასშტაბით გამოსახა, რითაც კიდევ ერთხელ შეახსენა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველო ელოდება მეგობარი აქტის დამტკიცებას. ასეთია დღეს საპროტესტო აქცია ბათუმში.
აქ შეკრებილები ემზადებიან ხვალინდელი აქციისთვის. ხვალ 28 ნოემბერს ბათუმში დაგეგმილია საპროტესტო მსვლელობა, როგორც ვიცი, და ასევე თბილისში დაგეგმილია ფართომასშტაბიანი აქცია და აქ შეკრებილებიც მოუწოდებენ აქციის იმ მონაწილეებს, პროტესტის იმ მონაწილეებს, რომლებიც პერიოდულად გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებზე, აწყობდნენ მარშებს, მათ თავიანთი პოზიცია დაფიქსირებული აქვთ, მათ შორის იყვნენ მაგალითად პედაგოგები, ექიმები და სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები. ისინი პერიოდულად აწყობდნენ საპროტესტო მარშებს, თუმცა ყოველდღიურად ახლა არ არიან საპროტესტო აქციებზე, ამიტომაც მათ მოუწოდებენ, ვინც ყოველდღე არის აქციაზე ისინი, რომ ხვალ სიმბოლურად 1 წლის შემდეგ, როცა დაიწყო საპროტესტო აქციები, გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ შემოუერთდნენ საპროტესტო აქციებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მათი პოზიცია. მე შევეცდები ახლა, რომ მარიამ, თუ შეიძლება რომ შემოგვიერთდე 1-2 წუთით, დიდ დროს არ წაგართმევთ, უბრალოდ მინდა გკითხო, როგორც ვიცი, რომ იმასთან დაკავშირებით, რომ 1 წელი გავიდა, რაც პროტესტში არიან მოქალაქეები, ხვალ განსხვავებული ფორმატის აქცია იგეგმება ბათუმშიც. რა იგეგმება კონკრეტულად, რომ გითხრათ? სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი რა იგეგმება. რამდენადაც ვიცი, მსვლელობაზე არის საუბარი. თუ არ გაქვთ ჯერ დაზუსტებული? მე არ მაქვს ინფორმაცია, მე ყოველდღე კი მოვდივარ, მაგრამ და ასევე ვიცი, რომ რაღაც იგეგმება, მაგრამ არ ჩავთვლარ ამის ორგანიზებაში, თუ მსვლელობა იქნება, მაგაშიც მივიღებ მონაწილეობას, თუ არ იქნება ყოველდღე სხვანაირად არ შემიძლია, რომ არ მოვიდე და არ გამოხატო საჯარო სივრცეში ის, რომ არაფერი ჩემთვის უკეთესობისკენ არ შეცვლა, თუ არა ის, რომ ყოველდღურად უარესდება ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური ვითარება და ავტორიტარიზმი ყოველდღე უფრო და უფრო მეტად კონსოლიდირდება და ვკარგავთ შესაძლებლობას გადავტეხოთ ეს ვითარება ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლოდ. ამის გამო ყოველდღე აქ ვარ. ანუ როგორც წარიმართება, იქნება ჩვეულებრივ შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები და ვინც არის პროტესტში, ვინც ზოგადად აპროტესტებს შეუძლია მოვიდეს და როგორც წარიმართება, არ არის ჯერ დაზუსტებული. ნახოთ რამდენი ადამიანი არ იქნება გადამწვარი, გადაღლილი, კიდევ უფრო მეტად დაშინებული. ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, ვის შეიძლება და როგორ შეიძლება გამოხატოს აი ჩვენთან გააჟღერა ახლახანს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომ ჩვენ მართლაც გვახსოვს ხო, რომ პერიოდულად პროფესიული მარშებიც იმართებოდა, ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ყოველდღიურად ვეღარ არის პროტესტში, მათ დაფიქსირებული აქვს თავიანთი პოზიცია, იქნებ ხვალ კიდევ ერთხელ მათი პოზიცია აჩვენონო, ამაზე საუბრობდა, რადგან 1 წელი გავიდა და ისევ რჩებიან თუ არა ისინი პროტესტში, ამაზე იყო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ხვალ და მართლა მთელი, ანუ კი არ სურს, აი მჭირდება ვიცოდე, რომ ხალხს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს რაღაცა, ვიცი რომ არ დაუკარგავს ეს წინააღმდეგობა და ვიცი რომ არავის ცხოვრება არ გაუმჯობესებულა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ხოლმე დაინახო, რომ ჯერ კიდევ ბევრი ვართ, ვინც ხმამაღლა ვეწინააღმდეგებით იმ ყველაფერს, რასაც ქვეყნის საერთო ჯამში დაქცევა ნიშნავს, ხო? ვისაც უნდა თანასწორობა, სამართლიანობა, ვისაც უნდა უბრალოდ შეეძლოს ბაზისური საჭიროებებზე წვდომა კონდეს და რაღაც შიშის და ტერორის გარეშე, რა ვიცი, გაასრულოს ეს თუ
ამის დანახვა მჭირდება. თუ არ მოვლენ, არა უშავს. ჩვენ მივეჩვიეთ იმედგაცრუებებს, პოლიტიკური იმედგაცრუების ეპოქაში ვცხოვრობთ, მე მგონი, ყოველ შემთხვევაში საქართველოში არაფერი პოლიტიკურად იმედის მომცემი დიდად არ არის, გარდა იმისა, რომ ჩვენ რიგით ადამიანები ერთმანეთს ვხედავდეთ, რომ თანამოაზრეებად ვყავართ ერთმანეთს და მხარის დამჭერებად და თუ გამოვა ჩვენი მაყურებელი, მე რიგითი ადამიანი ძალიან დიდ საქმეს გამიკეთებენ, რომ აი ხალხის რწმენა და იმედი არ დავკარგო. თუ არ გამოვლენ კიდე ისინი ცუდად არიან, ჩვენ ცუდად ვიქნებით და ერთად აი ცუდად ყოფნა მაინც საერთო გვექნება და არა უშავს. მადლობა მარიამ ქაჯაია საუბრობდა ბათუმელების ლაივში. როგორც მან გვითხრა, არ არის დაგეგმილი რაიმე კონკრეტული, თუმცა ხვალ თბილისში არის დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია, სწორედ იმის გამო, რომ 1 წელი გავიდა, რაც დაიწყო პროტესტი საქართველოს ქალაქებში, ძირითადი საპროტესტო აქციები იმართება თბილისში და ასევე საპროტესტო აქციები იმართება ბათუმში და საქართველოს ქალაქებში პერიოდულად. მე ახლა შევეცდები, რომ აქაც გავესაუბრო მოქალაქეებს და მოვისმინოთ მათი პოზიცია. შოთა გუჯაბიძეს მინდა გთხოვო ეხლა რომ ჩაგვერთოს ლაივში, შოთა თუ შეიძლება რამდენიმე წუთით, ვიდრე კონკრეტულად ამ საპროტესტო აქციებთან მიმართებაში გთხოვდე რომ დააფიქსირო შენი პოზიცია, ხვალ რამდენადაც ვიცი განსხვავებული ფორმატის მარშს გეგმავენ თბილისში, რადგან 1 წელი გავიდა, რაც მიმდინარეობს პროტესტი უწყვეტად. დღეს მე ვუთხარი, როდესაც ჩვენს წინა ლაივს ვასრულებდით ჩვენს მაყურებელს, რომ გვინდოდა შეგეფასებინა ბათუმის ცენტრში მიმდინარე ვითარება, როცა მერიასთან ძალიან ახლოს ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს მშენებლობა. მოქალაქეებმა იციან, გამოთხოვილი აქვს იმ უბანში მცხოვრებლებს ინფორმაცია და იციან, რომ 8 სართულზე არის ნებართვა გაცემული და უკვე აშენებულია 13 სართული. როდესაც ჩვენ დავუსვით იქ სამშენებლო ტერიტორიაზე მყოფ პირს კითხვა, რომ რამდენი აშენდება, არ ვიცითო. დამჯერშთაბეჭდილება, რომ გუწვით არიციან ჯერ კიდევ რამდენი სართული აშენდება და შენ როგორც ამ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცველმა დიდი წლების განმავლობაში გქონდა ბრძოლაში იყავი ჩართული, რომ ამ ქალაქის რაღაც ნაწილს მაინც შეენარჩუნებინა იერსახე. როგორ შეაფასებ ამას? რა არის ეს, როცა მერია ვერ ხედავ? ერთ შემთხვევაში გარემოვაჭრეს აფრთხილებს, რომ თუ არ შეასრულებ მითითებას ეს დარღვევა და ასე შემდეგ და მეორე შემთხვევაში ვერ ხედავს ქალაქის ცენტრში როგორ დაშენდა 5 სართული ზედმეტად უკანონოდ. ჯერტი უცნობ აუცილებლად პირველ რიგში, რომ ის 8 სართული რა თქმა უნდა დანაშაული არის ქალაქში, ქალაქის ცენტრში, არა მარტო ცენტრში, ქალაქის ტერიტორიაზე. ეს კონკრეტული საზღვრები არსებობს ამისი, არაერთხელ დადგენილი წლების განმავლობაში პოსტსაბჭოთა პერიოდში ვსვამობთ. საბჭოთა პერიოდის დოკუმენტიც ბევრი, ახლა მაგალითად თბილისში 85 წლის დოკუმენტი, ზონა, მაგალითად ისტორიული ზონა 85 წლის დოკუმენტი აამოქმედეს. ანუ სულ სხვა სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის დროინდელი, საბჭოთა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონი მოქმედებს. შემდეგ გვაქვს მიღებული 90-იან წლებში ეს ზონა 2006 წლის დოკუმენტი კიდე გვაქვს, მე 2015-ში განახლებული. მოკლედ ბევრი დოკუმენტი არსებობს ამასთან დაკავშირებით. ერთი რო იყოს ის საკმარისი იქნებოდა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, ისტორიული ქალაქის ტერიტორიაზე არ შეიძლება 3 სართულზე მაღალი შენობის აშენება. არის კიდე რომელიც კაცილებს უფრო კაცია ძეგლზე მაღალი არ შეიძლება. ძეგლი როგორც წესი 2 სართულიანი არის, სასწაული გამონაკისი არის, რომ 3 სართულიანი. შესაბამისად ის 8 სართული არ ვიცი ახლა კონკრეტულად როგორ შენობას გულისხმობ. ამ უბანში, ისტორიულ უბანში 8 სართული კი არა, 3 სართული შეიძლება დანაშაული იყოს. ერთი დანაშაული არის ის, რომ ისტორიული შენობის დანგრევა არ შეიძლება. იქ რაც შენობა იყო, იმ შენობის დანგრევა არ შეიძლება, იმიტომ რომ ის რაღაცა მინიმუმ 100 წლის ხანდაზმული განაშენიანება არის, რომელიც ავტომატურად კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს ავტომატურად და კიდე ძალიან ბევრი გარემოება. ახლა 813 დააშენეს, ამას კი არ ვარ გამოკიდებული ახლა ვიზიარებ ტრანსპორტაციას დანაშაულია. ამისი მოთხოვნა ახლა მაყურებელს შტაბეცილება არ დარჩეს, რომ თითქოს 13 წინააღმდეგი ვარ და 8-ზე თანახმოვარ. არათუ 8-ზე თანახმოვარ, იმ შენობის დაანგრევაც იქ შეიძლება, რომელიც დაანგრიეს და ცხადია, რომ ამაზე არც არავის პასუხი არ უგია და დიდი ალბათობით არც აქვს იმის შიში, ვის ამას აკეთებს, რომ ამაზე პასუხს აგებს, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია კორუფციის სქემის გარეშე მოხდეს მაგალითად ის, რომ ქალაქის ცენტრში ამას აკეთებ და გააქვს განცდა, რომ ამისთვის არავინ პასუხს არ მოხდავს. აგრძელებ ჩვეულებრივად. არა, ეს ძალიან მარტივი არის ამისი დადგენა, უბრალოდ ამას ხელს უშლის ნება, ანუ ის პოლიტიკური გარემო და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა არის ხელისუფლებაში და რომელიც გადაწყვეტილებას ღებულობს. ამ განსაკუთრებით ეს სფეროებიც კარგად, მაგალითად მშენებლობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მისი დანგრევა და მხოლოდ ამ ნიშნებულობენ ადამიანს, აი რა გითხრა. ეს რო შეიძლება ახლა ისიც აღარ არის, როცა ერთი ადამიანი შეიძლება მარილივით მოვაყარო რაღაც თითქოს რაღაც არის აზრთა სხვადასხვა. აი შეიძლება ყოფილიყო თქვა საზოგადოების წარმომადგენელი, რასაც კანონის ითვალისწინებს. ახლა ისიც აღარ არის, ანუ ამ შემთხვევაში დაგვეული არის კანონი, ანუ საზოგადოების წარმომადგენელი ვერ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში, თუნდაც საბჭოს წევრობის სახიდან სხვა შემთხვევაში. რა თქმა უნდა, თუკი ამას mains გამოვიძიებთ, ამას დიდი გამოძიება და რაღაცა განსაკუთრებული ნიჭის მცოდნე გამომძიებელი პროკურორი და სამართალდამცავი არ ჭირდება, ისე აშკარა არის ყველაფერი რა. ნებისმიერი პრაქტიკანტი, სტუდენტი გამოვიძიებს იმდენი კონკრეტული ერთი შენობა რო აქვს, ერთი ფაქტი რო ავიღოთ, იქ მის ნებართვის გაცემიდან, მისი დემონტაჟიდან, მშენებლობაში შესწორების შეტანის, მე კიდევ უნებართო რაღაცების შენების იმდენი დარღვევა არის, იმდენი დანაშაული არის, ნებისმიერ არასაი კანონაკისის კომანდას გაჭირდება. იმდენი არის დანაშაული ჩადენილი, რომ აი ეს მთელი თავისი საბჭოები და მისი თავმჯდომარეები და მოხსნილი დირექტორები, წასული დირექტორები და თითქოს სამშვიდობოს რო გონია თავი, იმნაირი ხალხის პასუხისმგებაში მიცემა არის აი უმარტივესი ადგილი. მე არ ვიცი რა გარემოება შეიძლება არსებობდეს, რომ ამ ადამიანებს გადაარჩენენ. რა უნდა მოხდეს კი არა, არსებული რეჟიმის პირობებშიც კი, როცა თქვა არსაცასლას ხოცები ჯერ არ აპირებენ, ამიტომ ქართული ოცნება თავიანთივე წევრებს უნდა სიმრიგლად რომელსაც ეგონა საკუდა და არმიას და რეალურად შეიძლება ზუსტად არ ვიცოდეთ რა მოხდება. ცხადია ძალიან ძლიერ მდგომარეობაში არის ადამიანი რა. ისე ჭორები რო ის რაღაცა ფულს ხოვენ და ასე შემდეგ, თუნდაც მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ძალიან ადვილი არის. მე მგონი რომ ის ჭორები ვთქვათ, რომცა დავიჯეროთ რაღაცა ძალიან ბევრი ფულების სათანი, მე მგონი რომ გაცილებით უფრო რეალურია და ამას ვერ გაიქცევა, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ იქნება ძალიან ბევრი საკითხი, იმიტომ რომ ამის დადგენა ძალიან ადვილია, რომ იქ რაღაც ძალიან ბევრი შავგნელი საკითხი არის. მადლობა. შოთა გუჯაბიძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში. შევეცდები რომ გავაგრძელო ჩარჩვები. თემურ დიდხანს არ შეგაწუხებ, რამდენიმე წუთი. აი ასეთი კომენტარი გვაქვს, რომ მეც მინდაო რომ წავიდეს. აი წაგიკითხავ. მეც მინდა სწორად გამექცა კომენტარი. წავიდეს ეს მთავრობა, მაგრამ ამ დროს, ამ წუთას, მაგ დგომას, ამ რაოდენობით აზრი არ აქვსო, გვიწერს მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ ნამდვილი მოქალაქეა გია მიქელაძე და თავის იდენტიფიცირებას ახდენს საკუთარი თავის. დაბერდებით მაქო, აქ დგომითო და შედეგს ვერ მიაღწევთო წერს. რას უპასუხებდი? მაგ ხალხის ლოგიკა მესმის, მართლა მესმის, ქართველები და არა მარტო ქართველები, ზოგადად ეგეთი ხალხი ვართ, რომ სწრაფად გვინდა რაღაცის შედეგის მიღწევა და თუ შედეგი არ დგება, ძალიან სწრაფად ვიცრუდება ხოლმე იმედი და მე ხელს ვიქნებ და მაგ ადამიანების მესმის, ოღონდ გია მითხარი, ოღონდ გიას ვუჩერდი, რომ შეხედოს ასე. თუ კი რაღაცა გინდა შენ და ის რაღაცა გონია სწორი.
რა ვიცი, მაგალითად, შენ გონია სწორი, რომ რაღაცა რა ვიცი, დილას ადგე და საუზმე მიირთვა, მაგრამ რაღაცა ვერ ნახე შედეგი საუზმე სიტყვაზე არ მოგამატებია წონა. ან რაღაცა სხვა მაგალითად შემიძლია მოიყვანო, არ აქვს მნიშვნელობა. და შედეგი არ გამოჩნდა. ეს იმას ხო ანიშნავს, რომ შენ ხელი უნდა ჩაიქნიო და ის რაღაცები არ უნდა გაეკეთო. მოდი ცოტა უფრო სხვანაირად აქვს, მაგრამ მე ამ ხელისუფლებას ვუყურებ და ალბათ სავარაუდოებიაც, როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები და ამ ქვეყნიდან არიან წასასვლელები. ის რომ ჩემი აქ დგომით ეგენი არსად არ წევდნენ, მე ძალიან კარგად ვიცი არა ვარ თეში, მაგრამ ეს იმას ხომ ანიშნავს, რომ მე რადგან ჩემი აქ დგომით არ წევდნენ ფეხზე დავიკიდო, ხელი ჩავიქნიო და შევეგუო და ჩვეულებრივად სტანდარტულად გავაგზავნო ცხოვრება. მინიმუმ ჩემთვის მორალურად ხო არასწორი ამბავი არის ეს. თუ რაღაცა, არსებობს რაღაცა ბრძოლის სამი პრინციპი. ერთი არსებობს ენით, ადამიანს და ელაპარაკები და რაღაცას გააგები. მეორე არსებობს ხელით, რა ვიცი, სიტყვაზე რაღაცა შეებრძოლები და მოუგებ და მესამე არსებობს საკუთარი ქმედებით გამოხატვა, რომ იმ ადამიანის კონკრეტული ქმედება თუ არ მოგწონს და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის საქციელი თუ არ მოგწონს, გამოხატავ მის მიმართ შენს უკმაყოფილებას. ის რაც ახლა აქ ხდება, ეს არის ჩვენი უკმაყოფილება, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად არ ძალგვიც, ანუ ვერ შეგვიძლია, რომ ახლა თბილად კრესლოსში ვიჯდეთ და თითქოს არაფერი არ ხდება. ქვეყანაში ისეც მარადად გადამუდეთ თვალს. ეს ერთი და ამას კიდე ახლავს მეორე მაგალითი, რომ სადაც გადაახდა, მე მგონი 120-მდე ადამიანი ზის. ციხეში რა ვიცი, მსახიობი, მწერალი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, მომღერალი, მოცეკვავე და ყველა ეს ადამიანი საკუთარი პროფესიაში იყო წარმატებული და საერთოდ არ ინტერესდებოდა პარტიული პოლიტიკით. ანუ არც ერთი მაგათგანი პოლიტიკოსების გარდა რაღაცა არ არის, მაგათად მზია ამაღლობელი არც ერთი პარტიის პოლიტიკური წევრი არ იყო, მაგრამ არის ამ ქვეყნის მოქალაქე. იმიტომ არის მზია ამაღლობელი ახლა ციხეში და სხვები, რა ვიცი, ანდროჭიჩინაძე იქნება ეს სხვა ნებისმიერი, იმიტომ არის ციხეში, რომ ამ ადამიანებს უყვართ თავის სამშობლო და არ უნდათ რომ მათი შვილები და მათი მომავალიც გაიზარდოს და აღმოჩნდეს რუსეთში. ამიტომ იმათ ბრძოლეს და ბრძოლისას რუსულმა მილიციამ ისინი დაიჭირა. მორალურადაც არასწორი მგონია მე, რომ მე ახლა ვიჯდე სახში თბილისკამზე და ვიღაცები ვინც ჩემ სამშობლოსთვის ბრძოლაში დაზარავდა, თავი გაწირა და საკუთარი დრო დაკარგა, ციხეში იჯდნენ და მე რაღაცა წყნარად მშვიდად ვერთობოდი. მათ შორის დღეს მომყვა სახელგვარი არ მახსოვს, მაგრამ ვიღაც ადამიანი რომელიც დაჭერილია, მოსამართლეს ეუბნებოდა, ასაკიანი კაცი სახელგვარი არ მახსოვს, რომ სიმსივნე მჭირსო, ჩემი ბოლო დღეებიაო და მოსამართლე უწოდებული ეუბნებოდა, რომ თქვენზეა დამოკიდებული, მე ციხეში მოვკვდები თუ გარეთ მოვკვდები. თუ სახლში მოვკვდები. სახლში მოვკვდები. ანუ რა ჩემთვის ძალიან რაღაცა ვერც გული, ვერც სული, ვერც გონება, ვერც ადამიანობა ვერ მეშლება იმას, რომ ის ადამიანი როდესაც სიკვდილზე ფიქრობს ციხეში თუ სახლში, იმიტომ რომ მისი ქვეყანა უყვარს, მე არაფერი თბილად წყნარად დავждე სახლში და რაღაცა კომფორტულად ვიცხოვრობ. ვერ ვცხოვრობ და გონია რომ ანუ მორალურადაც არ არის ეგ ამბავი სწორი. ეს იმას ანიშნავს, რომ ჩვენ ხვალ გამოვართ და რაღაცა მავით ხვალ ბიძინა ივანიშვილი დაფინდება ამ ქვეყნიდან, მაგრამ როგორც კი ჩვენ აქ აღარ ვიქნებით ეს პროტესტის ხალხი, დღეს ჩვენ ვართ წინაღობა კედელი რუსული რეჟიმსა და რიგით მოქალაქეებს შორის. თუ კი რუსული რეჟიმი ამ კედელს გადაახტება, ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგ რიგით მოქალაქეები სახლებში შევლენ და მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც დღეს კი ჩუმად არის, მაგრამ აქეთ მხარ ეს არის, შეექმნებათ დისკომფორტი, უამრავნაირი და ამის პატიო მაგალითები არსებობს. მათ შორის ისეთი, რომ ვეროვერ წარმოიდგენ თუნდაც, რომ ვიღაცა ხოც ის შვილს მოუნდა რაღაცა პრესროლა და ადამიანის სახლში ესმოზე მოკლა. იმიტომ რომ ანუ ესეთი ქვეყანა ვარ. ამიტომ ჩვენ ვართ ეხლა აქ ვისაც ხედავ, არ ვარ ჩინვა ბევრი, მაგრამ მურჯი ვართ, რაღაცა კედელი წინაღობა ვართ რუსული რეჟიმის და პარალელურად ასევე ვაჩვენებთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საქართველოს ქვეყნის გარეთ ცივილურ სამყაროსაც არ ვეგუებით მონობას.
ჩემი გადმოსახედიდან სახში თბილად ჯდომა არის ორი მიზეზი. ერთი ან შეეგვე, ან გეზარება და ჩვენ არც გვეზარება და არც ის რეჟიმზე არ ვაპირებ შეგვებას. და სხვანაირად არ ვიცი როგორ ახსნა, მაგრამ ესე ვიყურებ მე მაგამ. თემურ, ხვალ როგორი აქცია უნდა იყოს გამომდინარე იქიდან რომ ერთი წელი გავიდა და თბილისში რაღაც უფრო მასშტაბური აქცია იგეგმება, ბათუმში რა იქნება? დიდი ნაწილი ახლა დღეს შეამჩნევდი რომ ცოტა ხალხი შედარებით ვიდრე იყო, იმიტომ რომ დიდი ნაწილი თბილისში წავიდა. ხვალაც ნაწილი ვის შესაძლოა ლაპარაკი აპირებს წასვლას. ბათუმშიც რაღაცა ეგეთი ორგანიზება არ ყოფილა, რომ აი რაღაცა სარეკლამო კამპანია თუ მოწოდებებით რაღაცა არ ყოფილა, მაგრამ ბათუმშიც შედარებით უფრო მეტი ხალხი იქნება სავარაუდოდ, ვიდრე თქვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი თბილისში მიდის. მეც მინდოდა თბილისში წასვლა, უბრალოდ რაღაცა სხვა პირობიდან მომწევდი და ხვალ მომწევს რომ ბათუმში, მაგრამ აქავე აქციის მონაწილეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დღეს უკვე წასულია, იმიტომ რომ დღეს ჩვენი მეტროში სხვა წავჭამის სასამართლო პროცესიც იყო თბილისში და მაგაზინიც არიან წასული და ის ხვალინდელ აქციასაც უნდა დაესრულონ, ამიტომ მე ზუსტად ვიცი რომ ხვალ თბილისში ბევრი ხალხი იქნება, მაგაში თვით არ მეპარება. ბათუმში ვერ გეტყვი რომ ბევრი ხალხი იქნება, მაგრამ შედარებით მეტი იქნება, ვიდრე არის ახლა დღეს ან ყოფილა სტანდარტულ ვებში, ამაში წეთქვის არ მეპარება და საბოლოო ჯამში მე მგონია რომ ჩვენ ამ ბრძოლას მივიდეთ, იმიტომ რომ ეს ერი არ დამარცხებულა არც ჩინგისხაენთან, არც თემურლენგთან, არც ოსმალეთს არ დაუმარცხებია, ვერც სპარსეთს ვერ დაუმარცხებია და რაღაცა დაუარცხნელი, ბინძური და დაუბანელი ხიტრი კოცი, კობახიძე ვერ დაგვამარცხებს. უბრალოდ დროებით რაღაცა ოკუპირებული ტერიტორია ვართ რუსეთის მიერ, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, დაწინებული ვარ ამაში. მადლობა, თემურ გორგაძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში. როგორც მან გითხრა, აქციის მონაწილეების ნაწილი, ბათუმის აქციის მონაწილეების ნაწილი წავიდა თბილისში, იმისთვის რომ ხვალ მასშტაბურ აქციას შეუერთეს. 1 წელი გავიდა საპროტესტო აქციების დაწყებიდან, სწორად ამიტომ გეგმავენ უფრო მასშტაბურ აქციას პროტესტში მყოფი მოქალაქეები. პარალელურად გეტყვით, რომ დღეს გაიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი და ისინი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, მათ შორის არის ზურა ჭავჭანიძე, ბათუმის აქციების მონაწილე. მე ამით დაგემშვიდობებით, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში, ასევე ხვალინდელი აქციის განვითარების ქრონოლოგიას, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის მონაწილეები, სად იქნება მსვლელობა, ამ ყველაფერს გაეცანით ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე. მადლობა. ხერშია კიდე რა